ახალ ქრონიკაში უცხოეთის დღის მთავარი ამბების დრო მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა მოსკოვში. ანტიფაშისტური ორგანიზაციის აქტივისტებმა პატიმი მოკლული ჟურნალისტების სტანისლავ მარკელოვისა და ნასტია ბლაპუროვას ხსოვნას ხმაურიანი მსვლელობით მიაგეს. აქციაში მონაწილეობას 1000-ზე მეტი ადამიანი იღებდა, მილიცია მათ გზა პეტროვსკის ბულვარზე გადაუღობა და ძალის გამოყენებით დაშავდა. დაპატიმრებული რამდენიმე აქტივისტი არიან ნაცემების. დაკავებულებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედებათ ბრალად. ყველა მკვლელობას ერთმანეთთან საერთო აქვს. იღუპებიან ადამიანები, ვინც ხელისუფლებას უპირისპირდება. თავდასხმის ობიექტები ხდებიან ისინი, ვინც უკანონობას და განუკითხაობას ებრძვის. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ახალი მსხვერპლი გახდეს. ამას ერთობლივი ძალებით უნდა შევებრძოლოთ. ყველას, ვინც ამ მსვლელობაში იღებს მონაწილეობას, საკუთარი მოსაზრება აქვს. მეც მაქვს ჩემი მოსაზრება. მე ვერ მოვყვები იმ მტკიცებას, რომ ამ მკვლელობებს პუტინი, მედვედევი ან ნურგალიევი უკვეთავს. თუმცა ამის შესაჩერებლად, რომ არაფერს აკეთებენ, ცხადია. ზეწოლა ორმხრივად ხორციელდება. პირველ რიგში ესენი არიან ფაშისტები, რომლებიც ამ აზრზე მკვლელობებსა და დანაშაულს ჩადიან. კიდევ ერთი მოძალადე მხარე კი ხელისუფლებაა, რომელიც ამ მკვლელობებს უკვეთავს.